I am Germane Homelos, I drink coffee and I know things. 51 ეპიზოდის თემა არის ინტერნეტის სიკეთენი. სულ რაღაც 3 საუკუნის ან თუნდაც 1 საუკუნის უკან იმ დროში მცხოვრებ ადამიანებს არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის, ზოგადად იმ დროის ადამიანებს ინტერნეტთან წვდომა რომ ჰქონოდათ, მათზე ბედნიერი არავინ იქნებოდა. ცხადია, საუბარია ადამიანთა იმ კატეგორიაზე, რომელსაც ცოდნის დაგროვება, აზროვნება, შემეცნება ცხოვრების უმთავრეს მიზნად ჰქონდა ქცეული. გავიხსენოთ რა იყო მე-19 საუკუნეში ცოდნის მიღების ერთადერთი საშუალება. წიგნები, რომელზეც წვდომა უმეტესად მხოლოდ დიდრებს ჰქონდათ და უნივერსიტეტები, რომელშიც სწავლაც მხოლოდ დიდგვაროვნებს შეეძლოთ. დანარჩენი ხალხი მთელ ცხოვრებას ისე ატარებდა, არათუ რაიმე სიღრმისეულ თვით წერა-კითხვასაც კი ვერ სწავლობდნენ. და არ გიგონოთ ეს გაზვიადებული. და დღეს რა არის ჩვენს ხელში? ჩვენს ხელთაა ინტერნეტი. გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ, თუმცა არც იმდენად ბევრის, რომ მისი გადახდა ვერ შეძლოს ადამიანმა, დღევანდელმა ადამიანმა. ყოველ შემთხვევაში, ყველამ კარგად ვიცით, რომ ხალხი დღეს მზადაა ყველაფრისთვის დაზოგოს ფული, ოღონდ ინტერნეტი ჰქონდეს სტაბილურად. მოკლედ, ინტერნეტი მეტნაკლებად მოსახლეობის უმეტესობას გვაქვს. რა არის ინტერნეტი? თუ კი რაიმე ცოდნა დაგვიგროვებია ადამიანთა მოდგმას, მისი 99%, უმეტესზე მეტი ნაწილი ინახება ინტერნეტში. და უფასოდ თუ თანხის სანაცვლოდ მასზე წვდომა ყველას გვაქვს. შეგვიძლია ინტერნეტის საშუალებით ვისწავლოთ ახალი ენები, ვიკითხოთ წიგნები, ვიმოგზაუროთ ვიდეოების და ფოტოების საშუალებით დახმარებით მსოფლიოს გარშემო. ვისწავლოთ მშენებლობა, რემონტის კეთებაც კი შეგვიძლია ვისწავლოთ, თუ ძალიან მოვინდომებთ ამას. ვისწავლოთ სიმღერა, ისტორია, ვიკითხოთ პოეზია, რამდენიც გვინდა იმდენი. ვუყუროთ ფილმებს, ვნახოთ ნახატები, რომლის ნახვაც შეიძლება საერთოდ ვერც მოახერხოს ადამიანმა ინტერნეტის გარეშე. გავეცნოთ ხელოვნებას, შევისწავლოთ საბაზისო დონეზე მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, გეოგრაფია. მსოფლიო რუკა გვაქვს ინტერნეტში, თანაც მაქსიმალურად დეტალიზებული და უზომოდ მოწესრიგებული. პლანეტის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში მყოფ ადამიანს შეგვიძლია ვესაუბროთ, თანაც ისე, რომ მას ვხედავდეთ კიდეც. მოკლედ, ეს სია ძალიან დიდია. რა აღარ შეიძლება ინტერნეტის დახმარებით, თუმცა მას ცუდი მხარეც აქვს, ის იწვევს დამოკიდებულებას. ინტერნეტი კარგია, როცა მისი გამოყენება გვჭირდება რაიმე სასარგებლო საქმისთვის ან განტვირთვისთვის. მისი გამოყენება გადამეტებული დოზით უკვე იწვევს მიჯაჭვულობას. თანაც ეს ხდება თამბაქოზე, ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებაზე ბევრად კოლოსალურად უარესი დამოკიდებულება. არ შეიძლება ადამიანმა დღე-ღამის 24 საათიდან 18 საათი ინტერნეტში გაატაროს, სკროლოს უაზროდ სოციალური ქსელები, მაშინაც კი როცა იქ ახალი არაფერია. უყუროს გამუდმებით ფილმებს, სერიალებს, YouTube-ს და წიგნის კითხვა, სეირნობა, ვარჯიში, ხატვა, წერა, მიწასთან მუშაობა, ბუნებასთან კავშირი არც კი მოუნდეს. ეს მიჯაჭვულობა ჩემშიც არის, თანაც უკვე დიდი ხანია და მას ყოველ დღე ვებრძვი. პირველ რიგში იმიტომ, რომ მიჯაჭვულობა ზოგადად ცუდია და მეორე იმიტომ, რომ დროს გვართმევს, გვაკარგვინებს, სრულიად უაზროდ. დრო, რომლის აღდგენაც შეუძლებელია. ერთადერთი გამოსავალი არის ინტერნეტის გამოყენების დოზირება, ჩემი აზრით. უნდა გამოვყოთ გარკვეული დრო დღის განმავლობაში ინტერნეტის გამოყენებისთვის. და როცა ეს დრო ამოიწურება, აღარ უნდა გავეკაროთ მას. ჩემი აზრით ეს არის ერთადერთი გამოსავალი ამ დამოკიდებულებასთან ბრძოლაში.